გამოვიწერეთ დამატებები, ასე ვთქვათ, რაღაც პატარა აქსესუარები. ჯერ არ ვიცით რა ვარ გადა რა არა, პირველი შეხება არის ჩვენი ამანქანასთან, დაკიდების სისტემების ფანატი ვარ. Shall I like it, Diamond? მოგესალმებით მეგობრებო, მომდევნო Fusion-ი, როგორც ყოველთვის Fusion-ი, მაგრამ არა უშავს რა ვქნათ, რაც ეს ბოლოა. ეს ბოლოა? არა, კიდე მოგდის. კიდე, კაი, ბოლოს წინ. მოკლედ Fusion-ები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ მე შუალედში ხანდახან საინტერესო მანქანებით შემოგთავაზოთ. მოკლედ ეს Fusion-ი ყავს, სადაზღვეოს დაშლილი არის, ყველა ნაწილი ყრია შიგნით და ჯერ არ ვიცით რა ვარ გადა რა არა, პირველი შეხება არის ჩვენი ამანქანასთან. ეხა ერთად გადავალთ გარაჟთან, ჩამოვცლით ამ მანქანას, შევხედავთ რა მდგომარეობაში არის, ცოტა უფრო დეტალურად დავაკვირდებით, ვნახავთ რა დევს შიგნით, გამოვიტანთ გარაჟში, დავდებთ, ამ ყველაფერს თქვენს გაჩვენებთ, თქვენ წინასწარ არხი გამოიწერეთ, ჩვენ კიდე დავიძარეთ ახალი პროექტისკენ. დაიწყო პროგრესი, ვოლტებს ვიპოვოთ. ესეც კაი არ არის. ეს არის ბამპერის პროვოკა. ბიჭო, მე ცუც რა, აი, არ უყიდულობ რა, ხო იცით, მე რო ვყიდულობ ბანკს. ხუთ მანქანაში ერთი მანქანა ჩამოვა და მე ცუც არ ვყიდულობ, გაჩვენდი. ტუმანიკები ზავი. ის 4 ხوار ჩამოსულა. ჯერ. გაყიდული ყავს უკვე ძმა. მერე ცუდები იყო, ანუ? მაგიტომ ასაა გაყიდული. ო, მასე რა დავიტოვეთ ბოლოს აღარ მახსოვს. გვერდზე იყოს, კაროჩე, საჩალიჩო მანქანა მოყავს ხოლმე, ისა ალექსას, მაგრამ მარა გადამღები ლამისა მოგვიკდა ეხა. მოგვიკდა. წყალიც გვაქვს. წყალი? ეს არის. კი, ოპა. კი. ანუ რა დარჩა? რა რის გამო დაშალეს ვარ? აი ფარი გატეხეს, მიაწვა რა უეჭველი რაღაცას. აი, ელემენტარული, ყველაზე მარტივი. რო ავიღოთ, ხო? ფარი რო აი ესე ცოტათი ტყდება. აი, აქ მიაწვა სავარაუდოდ, ბამპერიც მაგიტვარი გახლეჩილი შუაზე, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი რასაც ძალა ადგება, ყველაფერი ჯიგრულად არის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მე ვარ მართალი, რომ სულ მანქანებს არ ვყიდულობ. ან მიმართლებს და ორივე კარგი. ბიჭო, მიმართლებს მაგრად, თქვი ახლა. მაგარი გავარდნა ხარ, გაწყობს? ხო. სხვათა შორის გავარდნაზე. Fusion-ი მოყავს ერთი, რომელიც ძალიან სარისკო პროექტი არის, აი, სრულად დაშლილი არის მანქანა. ვაფშე, სკამებიც კი არ დევს შიგნით და მაგ პროექტს დაელოდეთ, გამოიწერეთ არხი. Fusion-ი ხო Fusion-ია, მაგრამ თვითონ ისტორია საინტერესო არის. ვეცდებით, რომ აი, ისეთი კონტენტი შემოგთავაზოთ მაგ Fusion-თან ერთად, აი, სულ ნოლიდან უნდა ავაწყოთ. Lego არის ჩათვალეთ. კარხი გამოიწერეთ, არ გამოტოვოთ ეგ ვიდეოები, იმიტომ რომ მე თვითონ მეშინია მაგ პროექტის. ზოგადად, ამდენი მანქანა ჩამოვიყვანეთ, უკვე ცოტა არ არის. აღარ უნდა მეშინოდეს, მაგრამ ზუსტად მაგ Fusion-ის მეშინია, აი, მეშინია რა იქნება. ესე უნდა გაჩვენოთ რაღაცა. აი, ვისაც ინგლისური გესმით, მიხვდებით ალბათ რა წერია და ეს ჩამოყვა მანქანას, რომლის ვიდეოები უკვე არ გზედავს. ფოტოც ცოტა ისეთი არის რა, მიხვდებით უეჭველი რომ მანქანაზე მაგსა უკვე გადადით. ნახეთ ის მანქანა 56 წუთიანი ვიდეო არის და მიხვდებით თუ რატო ეწერა ეს ნომრებზე ან ვინ დაწერდა ამ ყველაფერს, ყველაფრის პასუხი მაგ ვიდეოში არის. დასაწყისში ვიძახით, ვლაპარაკობთ რა არის და ვისი მანქანა შეიძლება იყოს. მოკლედ გადადით და ნახეთ. ჩვენი ყველაზე გრძელი ვიდეო არის არის. ჯეკპოტ. რა შევეხოთ ამას? უკვე ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი რა როგორ უნდა დადგეს. აგერ მამამაც მოამზადა ყველაფერი, თავის ადგილებზე დევს, რასაც ყენდება და ასე შემდეგ. აი ასე გამოიყურება ამ მანქანის ხვირი, გუშინს საერთოდ არაფერი არ ეყენა და დღეს უკვე აქ ვართ. იოგა ეს ბულდი. ეგ არის ხო? ოკეი, იოგა. აი, მოდი პირველ დაკოქვას შევესწროთ უკვე ნორმალურს, ადეკვატურს და ოფიციალურს, ასე ვთქვათ. აბა, გავხსნათ. წავიდა. დაკოქილია. და კარგადაც მუშაობს. მაგრამ ძალიან ბევრი ჩეკი გვინდია. ჩეკებს
მივხედავთ რა ეს დიდი პრობლემა არ არის, აბა ეს გვინთია. და შეხაძრავი ნორმალურად მუშაობს, საბართია. ოპი. ნეიტრალი. ეს ყველაფერს ხედავს. მაგარი. აი. იმ დღეს გზიდან მოვბრუნდით რა. თათ კარგად არ წავიდა ჩემი საქმეები. უცებ გადაუწყვეტეთ რო უკან წამოვიდე. ხო და ეხა კარგად ვარ, ეხა მშვენივრად გვიზნობ თავს და მივიდეთ ფიტის მისაღებად. თუ გზაში თუდად არ გავხდი და შუა გზიდან არ მოვიდი. Shall I like it, Diamond? მოვედით ჩვენ და მანქანა არ მოსვლა. 6 თვეა და უკვე 4 საათი ამ მანქანას ველოდები. დავიღალე. ეხლა წავალთ სახში. მოვისვენებ, ცოტა შევჭამთ და დავუბრუნდებით. საღამოები ცუდად ხუმრობ. სხვა საქმე არ გვაქვს, გავიდა კიდე 10 წუთი. ველოდებით, სიმღერებს უსმენთ. 11. 11. მოვიდა. ბაჰი. კარგად გას. წავედით. დაუკავშირდა მიკროფონი. მომწონს მანქანა. კარგად გას მიუგენის დაკიდების სისტემაზეა. და ფერი ეგეთი გვყავდა უკვე ერთხელ. კაცი. აწიც ფასები თავ. მიუგენი 8 წერია ხო მაგიტო თორე. მაგრად მომწონს რა ვიცი. ამ მანქანას მოვხვდავთ კიდე ცოტათი. საკმაოდ სოლიდური ვიდეო. ხო? ვარდისფერი რო არის არა უშავს ხო? აი მაგაზე უკვე არ სამშევ. აი მე არ მკითხოთ რატომ მომწონს იაპონური მანქანები, მართლა აი ამერიკის ნაგავი, აი ეს ხო არაფერია ეხა დიდი მანქანების განზომილებაში ასე ვთქვათ, მაგრამ სასიამოვნო არის აი ყოველი პატარა ნიუანსი რომ ყურადღების ქვეშ არის, ძალიან მომწონს რა. იაპონიაშიც არის მანქანები, რომელსაც არ უნდა გაეკარო, მაგრამ უმეტესობა მაინც ისეთ მდგომარეობაში არის მაინც რომ როგორც მინიმუმ მოგწონს რა ურთიერთობა მაგ მანქანებთან. და ეს მომწონს, ეს დასატოვებლად მართლა საჩუქარი იყო რა. ესე იგი როგორც ყოველთვის იაპონელები რასაც აყოლებენ ხოლმე, მაგას ვიყენებთ ეგრევე პირველივე წამებიდან. რავი, კი შევედი სალონში ამით, მაგრამ რა უშავს. ეხა. აი ვიდიკია. კი. სასიამოვნოდ გამოიყურება, ეხა პირველი რაც შეიძლება რომ ვთქვა, ვიზუალი ისე დიდად არ მანაღლებს, როგორც ეს დაკიდების სისტემა, აი მომწონს რა იაპონურ მანქანას რომ მოყვება ხოლმე და დაკიდების სისტემების ფანატი ვარ. ჩვენ მეოთხე სერიაც დაკიდებაზე რო იყო, ანუ ცოტა უფრო დაბლად დგას, ცოტა უფრო მყარად დგას და მსიამოვნოს, ეხა ფიტია და ამის დაბლა ყოფნა ვის რა შეჭირდება, მაგრამ სასიამოვნო სატარებელია, მით უმეტეს ყოველდღიურად რო დადიხარ, ეხა ბევრს მყარად რო დგას მანქანა, არ სიამოვნებს და რბილი მანქანები უფრო მოწონს. მეც მომწონს, მაგრამ მაინც რა ეხა. საკმაოდ სისხლი დუხს ჯერჯერობით.
რა მაინტერესებდა ყველაზე მეტად პარკინგები გვაქვს, რაც ჩვეულებრივ მოდელებს არ ახასიათებთ ხოლმე. ახლა მაინტერესებს როგორ მუშაობს. მუშაობს. ვაუ, არ არის, მაგრამ ფიტისთვის ნормალური. იშვიათია და ვაუ, წავიდა, ხა მარცხენა საჭიდან გადაჩვევა. კარგად. სიგნალები სხვა დაგაკარგა. ბოშები დაყენე. ტრეილერი. დავაი წავიდეთ. ხეშეხე. ვიდეო რეგისტრატორიც გვაქვს, მაგრამ ამ დეტალებზე მე ვისაუბრებთ, როდესაც მიმოხილვის დრო მოვა. მივიღეთ მანქანა, როგორც ნახეთ, მოვიყვანეთ მანქანა. მამასაც ვაჩვენებთ ახლა. მოკლედ, დღევანდელს დავამთავრებთ დასასრულებლად წავალთ და ხოლიდან შემოგიერთდეთ. რა. ხოლიდან საქმეები გვაქვს, გავრეცხოთ მაინც. ან დღეს გავრეცხავარიც. ესე იგი, თან პარალელურად Fit-თან ჩვენი Fusion-ის ამბებიც გრძელდება. და აქ რაღაც შეცდომები დაიტოვა მანქანამ, რაც მოკლედ არ უნდა იყოს და ჩავდივართ ლევანისთან იმის გამო, რომ ჩეკს მოერიოს, რაღაცა კაბელი არის სავარაუდოდ გამწყდარი, მამა იყოს სადღაც დიაგნოსტიკაზე, მან უთხრეს ბიჭებმა, რომ მოკლედ რაღაცა შეაო საქმე და მოკლედ ლევანი მიხედავს ამ ყველაფერს. თან პარალელურად აი ეს ბზარი რაც აქ სპიდომეტრზე რაც სულ თავიდან შევამჩნიეთ. ეხლა ვკითხავთ ლევანის და იქნებ გვიშველოს რამე. შუშა გამოცვალთ ამ სპიდომეტრის, იმიტომ რომ თლაც ასიამოვნ და არ გამოიყურება ეს. ესე იგი მოვედით ლევანისთან სხვათა შორის ამასობაში. აგერ Fit-იც აგდგას ასე გამოიყურება. Fit-ი ყავდა დატოვებული BMW-სთან, რომლის პროექტი უკვე წესით არხზე უნდა იდოს. ჩვენ G30, რომელსაც M5-ზე ვაწყობთ. მოკლედ ყველაფერს ერთდროულად ვაწყობთ და აი ეს პირველი ვიდეოა, სადაც ორ მანქანას, აი ესე ჩვენს პროექტს თავიდან ბოლომდე ერთ ვიდეოში ნახულობთ. ანუ პატარა ვლოგის ფორმატი მივეცით და აღარ ვჭრით იმ ყველაფერს, რაც ზედმეტ მანქანებს შეეხება, ერთ კონკრეტულ მანქანას რაც შეეხება, მარტო მაგას არ ვდებთ. აი ხა ამ პერიოდში რასაც ვაკეთებთ და რასაც საქმიანობთ, ყველაფერს გაჩვენებთ. ხო და უშუალოდ რატო ვართ აქ? როგორც გითხარით, ჩეკებიანთია მანქანაზე და რაღაცები ჭირდება. გვეხმარება ხოლმე ლევანი. ლევანის ნომერი აქ გამოჩნდება, დიაგნოსტიკას ნაწილებიც ყველაფერი აქვს, ძალიან ბევრ Fusion-ის პროექტში დაგვეხმარა უკვე ლევანი და ბიჭებიც ამასობაში გვეხმარებიან დღემდე და მოკლედ ძალიან ბევრ პროექტს ვაწყობთ ერთდროულად და ერთად. ეს Fusion-იც არ არის გამონაკლისი. ეს Fit-ი ძალიან მომეწონა რა, ვიცი, იმენა ისე გამოიყურება როგორც მინდოდა. ვარდისფერი არ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, ან არა, რა ვიცი. ჯერჯერობით ვეჩვევი ამ ფერს. აგე ლევანიც უკვე ლეპტოპთან ერთად. წამოვიდა ლევანი. სალამი. ალექს მიაბრჩოვეთ. სკამულა გირიჩო. არა უშოს. ნახოთ რა სიგნალს. არასთ კივა ჩვენ პაციენტს. აი ნახე აი ამ სპიდომეტრზე გეუბნებოდი, გაბზარული აქ. გექნება ეს სპიდომეტრი? შუშა რო გადაიტანო მარტო არ გინდა? შეიძლება ეგრე? იო, რა შეიძლება. რა გადავიტანთ მაშინ უკეთეს. მოკლედ, დენის ხვეტა გვაქვს ინვენტორის პომპასთან, რაც დამახსოვრებული აქვს შეცდომა. გვაქვს გარე ტემპერატურის დატჩიკთან დენის ხვეტა და ჟალუსთან დენის ხვეტა. დანარჩენი ამ ეტაპზე მეტი სხვა შეცდომა არ დაუწერია, ალექს არაფერი ვაფშე. ანუ ელექტრონული რაღაცა კაბელის პრობლემა გვაქვს. ეხლა მოდი ჩვენ ეს დავსბროსოთ და რა დაგვრჩება ვნახოთ. მიხარ ტემპერატურა დაგვრჩება, იმიტომ რომ გრიგორზეც არ გვჩვენებს. და მე მაინტერესებს პომპა რა სიზავს. ესე იგი შეგვყავს ჩვენი Fusion-ი. ნახოთ აბა რას გვეტყვის ლევანი, იმიტომ რომ რაც როგორც ჩანს რაღაცა ანუ ისე გამოიყურება გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ერთი რომელიღაცა კაბელი არის ჩაკბეჭილი, ან ჩატეხილი, ან რაღაცა, რაც ვინ ჩაგვეჭა. და ეგ წერს და ეგ ქმნის მთლიანად მათ პრობლემებს, რაც წერია რა. ასე რომ ნახოთ მაგას ვიმედოვნებ და არა რამე ფიზიკურ დაზიანებას, რაც შეიძლება ჭირდეს. რა ვიცი, ხანდახან ესეთი რაღაცებიც ხდება. თუმცა აი ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, როდესაც ვამბობთ, რომ რისკია რა, მანქანის გამოწერა ყოველთვის რაღაცა პატარა რისკებს შეიცავს. ან პატარა, ან დიდს რა, მაგას უკვე ყიდვისას გადაწყვეტ და გააჩნია რა თანხას იხდით მანქანაში. რაც რომ მეც იხდით,
მით უფრო ნაკლებია რისკი. თუ რეალურად სწორად ყიდულობთ. რაც უფრო ნაკლებს იხდით, მით უფრო მეტია რისკი. ეგ ნორმალური ეგ გვესმის და ეგ გააზრებული გვაქვს უკვე. მწარედ გამოვიარეთ ეგ გაკვეთილები. შესაბამისად, ეხლა წესით მცირე რისკი უნდა იყოს აქ. რომ სადაზღვევოს მანქანა არის, იმიტომ რომ დაშლილი იყო და დიდი არაფერი დაზიანება არ ქონია, რადიატორებიც კი ნორმალურ მდგომარეობაში და ფორმაში იყო. ნახოთ რას გვეტყვია. I get those goosebumps every time you come around, yeah. You ease my mind, you make everything feel fine. Worry about those comments, I'm way too numb. ჩვენი სტიკერი ამშვენებს ხურობას. ალექს. ჰო, პომპაზე სტიკერი არ უკეთია. რა არ უკეთია? სტიკერი არ უკეთია პომპას, ვის აწყობინე, ეთყობა Wi-Fi-ზე გადააკეთეს ეს. გადაო, Bluetooth პომპა მაგ. ხო, ამ Bluetooth-იან Wi-Fi-ზე გადააკეთეს უეჭველი. ანუ თან კაია, მაგრამ თან ცუდია, თუ უპომპოდ უიარეთ ამდენი ხანი. ზამთარში არ აღუშხს. მაგრამ კაია, რომ მარტივი პრობლემაა. ეგ ესე ანუ პროსტა იფიქრე, რომ შეიძლება იყოს ეგრე თუ? არა, დაგვიწერა კომპიუტერმა და რო დაწერა. არა, რო დაწერა ხო? ხო, მე ნახე რა. ხო. მე იმენა ვერ მოვიფიქრებდი ეგრე მარტივში თუ იქნებოდა პრობლემა. და იმედია მორჩება ამით. სხვათა შორის ნაწილებიც გვაქვს აქ. მეორადებით, ახლებით. ჩვენგან, ფაროსანი. ფორდის მოყვარული ფაროსანი. ოდა. თუ აი ამ სტიკერით მოხვალთ, ან ჩვენგან თუ მოხვალთ. აი ფასდაკლებასაც გაიგეთებენ ბიჭები. ეს ტყუდა არაკური აქ. პომპას დაროა. სულ არის ხო შეერთებული? ვაფშე არის შეერთებული. ხო, არა კონტაქტის წყვეტას წერ და ეგრევე კავშირის წყვეტას წერ. კაია, მაგრამ ცუდია რომ ეგრე მოვედით აქამდე. აიგე პომპა. აიგე პომპის სტიკერი. და ესე იგი ტემპერატურის დატჩიგზე გვაქვს განახლება. აი ეს გრძელი კაბელი რომ მოდიოდა რაღაცა. სად რაიმე? გადავაგდეთ. აი. მოვჭედი რა. კაი, მოკლედ გრძელი კაბელი მოდიოდა რაღაცა, რაც არ ვიცოდით რა არის და თურმე მაგაზე ჰქონდათ გადატანილი ტემპერატურის დატჩიგი და ჩვენ ახლა იასნი არ ვიცოდით და დავაერთეთ იქ სადაც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეგ მაინც დავაერთეთ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა რომ არასწორად დავაერთეთ და ჯობდა ის დაგვაერთებინა პომპა. ხელევანი აკეთებს ახალ წერტილს ტემპერატურის დატჩიგისთვის და მაგასაც მოვაგვარებთ. ესე იგი ჩეკების გარეშე წავალთ სახლში დღეს. გავაცოცხლოთ მკვდარი. ესე გამოიყურება Fusion-ის ლეგენდარული კოლოფში. ესე იგი ტემპერატურა გვაქვს ის 10-იანი კლუჩი, რაც სუიკარგება ხოლმე, ეგ აღარ არის დაიკარგა, აქაც. ჩეკი ჯერ კიდევ გვაქვს და აი ზუსტად ეს ლეპტოპი არის იმისთვის, რომ ჩეკი დავსბროსოთ. შესაბამისად, ნახოთ სავარაუდოდ რამდენიმე წუთში ჩეკიც აღარ გვექნება. ესე იგი, ჩეკებიც დაიზბროს. სუფთა მანქანა. სამწუხაროდ სპიდომეტრი ვერ გადავიტანეთ და დღეს უნდა მივიდეთ ლევანისთან, ვიყიდოთ კიდევ ერთი სპიდომეტრი. წინა კი გვაჩუქა, მაგრამ უნდა ვიყიდოთ რა. სხვანაირი მოდელის სპიდომეტრი იყო. ამას აქვს ორი დისპლეი. და იმას აქვს ერთი დისპლეი შუაში და აქ ორი მრგვალი. შესაბამისად არ გამოგვადგა ის, სხვანაირად ქონდა პლასმასები, მე მგონდა შუშა ცალკე იხსნებოდა სპიდომეტრზე რჩება რა დანარჩენი, მაგრამ თურმე არა. ხა ჩავალთ ვიყიდით მაგ შუშას, დავაყენებთ იმას, რომელიც ამას ერგება. მე სურათებს გადავიღებთ სამახსოვროდ ამ მანქანას, მაინც. და მე პირდაპირ რუსთავში წავალთ თუ მოვასწარით, რომ დავტოვოთ ეს მანქანა. წინ ბევრი პროექტი მოდის და უნდა ვიჩქაროთ. და ესე სწრაფად ვაწყობთ მანქანებს და მიყვავს, რომ მოვიშოროთ, ასე ვთქვათ. მიცეთ გაზი. დავაი, ნახე, ჰიბრიდი ზავაკეტინე.
ეს მაგარი სასიამოვნო ხმა არის, მანქანის საწყობი ეს წავწყობ. ეგ არის, სპიდომეტრი გაბზარული აღარ არის, მანქანა არის მზად, იმისთვის რომ წავიყვანოთ რუსთავში. წავიდით, შევუდგეთ გზას და მოვემზადოთ ახალი პროექტების მისაღებად, ასაწყობად და იმისთვის რომ გაჩვენოთ კიდევ და ცოტა კიდევ უფრო საინტერესო პროექტები. აბაჰე. ესე იგი მეგობრებო, ბოლო კადრებში როგორც ნახეთ, ჩვენი Ford Fusion-ი დავტოვეთ რუსთავში, წამოვიდით სახლისკენ. და დრო არის ჩვენს ფიცს მივხედეთ, როგორც გითხარით, რამდენიმე იდეა მაქვს, რაც მინდა რომ გავალ ამაზე მანქანა, ტოვებთ მაგ მანქანას, ანუ ცოტა ხანი მოგვიწევს სიარული მაგ მანქანით და ისაც განსხვავებულია ცოტათი სხვა მანქანებისგან, რაღაცები მოყვა, რასაც მიმოხილვაში გაჩვენებთ და თან გვინდა რომ ჩვენითაც დავამატოთ რაღაცები. გამოვიწერეთ ნაწილები, გამოვიწერეთ დამატებები, ასე ვთქვათ, რაღაც პატარა აქსესუარები, შეიძლება ითქვას, ზოგი აქსესუარი არის, ზოგი რაღაცა ისეთი არის, რაც შეიძლება ტარებისასაც უფრო გამოგვადგეს და ეხლა პირველი ნაკადი ჩამოგვივიდა. რაღაცები დევს ამ ყუთებში, ზუსტად არ ვიცი რა დევს და რა ჩამოვიდა და პირველი რომელი არის, იმიტომ რომ რაღაცას ვიწერთ ხოლმე და შესაბამისად ვეღარ ვასწრებ იმის გაგებას თუ რა არის. რადგან და რატომაც ჩვენ ყავს BMW-ებიც და სამწუხაროდ ეგ BMW-ები დიდი ხნით არ ჩერდება ხოლმე ჩვენთან. მოვიწერე აი ასეთი სარკიფიკები. BMW სტილშია. რა ვიცი, სულ გადავდი ხოლმე რომ აი ფიცზე რატომ უნდა დააყენო ხოლმე ესეთი რაღაცა და ეხლა სულ რატომ უნდა დავაყენო, მაგრამ ვაყენებ, რა ვიცი. მაგრამ ცოტა BMW-სკენ გავწიოთ და გულს დავიმშვიდებ, რახან დიდი ხნით ვერ ვიყურებ ხოლმე BMW-ებს. ფიტი მაინც გავდეს BMW-ს. ეს კარბონის სტილში გვაქვს დამატებები, სკუთიც მოყვა. შესაბამისად ეს ერთი კარგია მომწონს. ნუ ლამაზად გამოიყურება როგორც მინიმუმ. და რადგან სარკეებთან ერთად ჩამოვიდა, ვფიქრობ რომ ესეც სარკესთან კავშირშია, რადგან გამოვიწერე მაშუქებით, ციმციმები უბრალოდ. ეს ციმციმები ყველა მანქანაზე მომწონს. ჩვენს მეოთხე სერიაზეც დავაყენეთ, რომლის ვიდეოები უკვე არხზე დევს და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. შეიძლება, იმიტომ რომ სულ გვიტყდება ხოლმე. ეგ არის ზუსტად. ესეთი პატარა ლამაზი. მოკლედ ეს მორბენალი ციმციმა არის რა, ეს LED ნათება რომ ნირბის. მომწონს ეს ვიზუალური ლამაზი დამატებაა და სიამოვნებს მანქანა როდესაც შეკვეთილი გარედანაც ისედაც შავი სარკეები აქვს ჩვენს ფიცს, მაგრამ ამჯერად კარბონის სარკეებთან ეს შავი ციმციმა ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზი იქნება და ვფიქრობ რომ არ შევუცდავარ ამის ყიდვაში. ეს უკვე აღარ ვიცი რა შეიძლება იყოს და შეიძლება მომს გამოწერილი რომელი რაღაცა მოკლედ მამა იწერს ხოლმე ხელსაწყოებს და ვფიქრობდი რომ ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა, მაგრამ არა. ეს კარგი რაღაცა არის და მომწონს ძალიან. ჩვენი Honda არის Mugen-ის პატარ-პატარა დამატებებით და ნუ ვიფიქრე რომ რახან Mugen-ი ურევია ასე თუ ისე ჩვენს Honda-ს. აი ესეთი რაღაცა გამოვიწერე. რაც საკმაოდ სასიამოვნოდ გამოიყურება და გასაღებსაც შეცვლის. და ესეც დასაგებია რატომაც გამოვიწერე. ეს სალონისთვის გამოვიწერე და სალონში გაალამაზებს, მოკლედ ხაზს გავსვამს იმას, რომ Mugen-ი არის ნამდვილად ჩვენი Honda. ეს იყო და ეს. არ ვიცი, ამას გაჩვენებთ თუ არა, როგორ ვაყენებთ, მაგრამ ალბათ კი, რატომაც არა. ეხლა გასაღებით შეგვიძლია რომ დავიწყოთ და გიბრუნდით. როგორც ვიდეოში ჩანდა, აი
ასე შვებოდა. გავხსენით. ესე იგი, ამ Honda-ს ვემშვიდობებით, აი ასე გამოიყურება თავისი ორიგინალი გასაღები და აი ასე გამოიყურება ეს ხუფი. და ჩემი აზრით ეს ცოტათი უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება, რახან შავია და აი ასე. მომწონს. აი. ორი გასაღებით შევიდეს და ეგრე. პირველი ცვლილება ჩვენს Honda-ზე. აი არის. გვაქვს მომწონს ეს გასაღები.